მოგესალმებით, ბრიტანულ ფორმულა 4-ში დასრულდა მეორე ეტაპი, რომელიც ბრენჰედზე გაიმართა და როგორც მედალიო შეგვპირდით და ვამბობდით, უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო და უფრო წარმატებული მათესთვის. მათე კობახიძე მოახერხა და უფრო უკეთესი შედეგი დაამთავრა მეორე ეტაპი ვიდრე ეს ხო პირველზე, ამას რა თქმა უნდა ქრონოლოგიურად გავყვებით. პირველ რიგში კვალიფიკაციამ საკმაოდ ნორმალური გამოგვივიდა, იმიტომ რომ ბრენჰედში როგორც მოგეხსენებათ, მოკლე ტრასა, 30-ვე პილოტი კვალიფიკაციის ერთ სეგმენტში ასე ვთქვათ, ვერ ჩაეტეოდნენ და ამიტომ ორგანიზატორებს მოუწიათ ორ ჯგუფად დაყოფა, 15 პილოტი გამოდიოდა ტრასაზე და ამის გამო ცოტა აირია რაღაცეები რეგულაციებში. საბოლოო ჯამში სამწუხაროდ ათეულიდან ვერ დავიწყეთ, მაგრამ პირველი რბოლა საკმაოდ საინტერესო გამოგვივიდა, მაგრამ დახუძული იყო სხვა შორის ტექნიკური პრობლემებით, მათ ეს გაუფუჭდა. ერთ-ერთი დეტალი მანქანაზე, რის გამოც სტარტის მომენტი იყო ძალიან რთული ჩვენთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცნაირად მოვახერხეთ და ეს არ დავარღვიოთ, ასე ვთქვათ, ეს ხაზი და პირველი რბოლა დავამთავრეთ. ფორმულა 4 მშვიდობის კარგი უქმეები გამოგვივიდა და ისევ იმას გავიმეორებ, რომ აი ამ ომში, რომელიც არის ხო ტრასაზე, ისევ მათე ახერხებს და სამივე რბოლას ასრულებს. ანუ ეს არის ძალიან დიდი წარმატება, ანუ ვინც უყურებს ამ რბოლებს, მიხვდება რამდენად ბრძოლის ველია ფაქტიურად, თან მით უმეტეს ამ ტრასაზე, რომელიც არის მოკლე და როდესაც ნებისმიერ დროს სადღაც რაღაც წრეზე ჩამორჩენილი შეხვდება, მოცურებული მანქანა შეხვდება, ან რაღაც კაუსი რაღაც შეხვდება. პირველ რბოლაში სხვა შორის კონტაქტიც ჰქონდა მათეს წინა პილოტთან, თუმცა შეუძლებელი იყო მაგ კონტაქტის თავიდან არიდება, საკმაოდ შეუნელა წინა პილოტმა და ცოტათი წინაფთა დაუზიანდა, თუმცა მაინც მოახერხა ხო პირველი რბოლაში დაასრულა 21 პოზიციაზე, თუმცა რო დაასრულა ეგ უკვე ძალიან კარგია, იმდენად დახუნძული იყო პრობლემებით. იქ პრობლემა სტარტზე, შემდეგ ხო, ანუ იქ მოხვედრა ტრაფიკში და ასე შემდეგ. მოკლედ დაასრულა მათემ 21 პოზიციაზე. აი მეორე რბოლას რაც შეეხება, მეორეშიც დაძვრაზე იყო მცირედი პრობლემა, თუმცა საიდან დაიწყო? ეგეც გავითვალისწინოთ, 21 ადგილიდან დაიწყო მათემ და შემდეგ კიდე უკან ჩამოვარდა, მაგრამ რა გასწრებები გააკეთა, ხო, საბოლოო ჯამში მე-14 ადგილზე დაასრულა მათემ და ერთი მომენტი ისეთი გასწრება იყო, იქ როდესაც ანუ ფიქრობდი, რომ იმ პოზიციასაც კარგავდა, რომელშიც იყო და რეალურად დაკარგა კი არა, მოიგო აქეთ პოზიცია, იმდენად ჭკვიანური მოძრაობა გააკეთა, რომ ალბათ ბევრი ფორმულა 1-ის პილოტსაც შეშურდებოდა, ხო? მეორე რბოლის ის გასწრებები მართლა ძალიან საინტერესო იყო, მართლა ძალიან დიდი სითამამე ჭირდება მაგ ყველაფერს, მით უმეტეს იმ მოსახლეებში, კრემფილის მოსახლეებში, სადაც ძალიან რთულია დაიმორჩილო მანქანა, ერთბაშად დაღმართი გიწევს და პლუს ამას მუხლუჯი უნდა მოზომო ძალიან სწორად იმისთვის, მოძრაობა რომ არ შეეხო შენს მეტოქეს. მოკლედ მესამე რბოლაზე რომ გადავიდეთ, რომელიც არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი, კი და ყველაზე ისტორიული, სადაც მათემ მოახერხა და პირველი ქულები აიღო ქართული ავტოსპორტის ისტორიაში არ მომხდარა ასეთი რამ, როცა ბრიტანულ ფორმულა 4-ში ქართველი მრბოლელი იღებს ერთბაშად ქულებს და ადის თავის ქვეკატეგორიის პოდიუმზე და ასე ვთქვათ, საქართველოში მოაქვს ის ნანატრი თასი, რომლისთვისაც ამდენს ვიბრძოდით. შენ ძალიან სწორად აღნიშნე ის, რომ 6-ვე რბოლა დაასრულა მათემ, რაც დაიწყო და რაზე ჩვენ საუბრობდით, ეს გამოცდილება მეორე ეტაპზე უფრო დავინახეთ, მით უმეტეს დავინახეთ მესამე რბოლაში. იქ ანუ 6-ვე რბოლა დასრულებული რეალურად აქვს რამოდენიმე პილოტს და ერთ-ერთი არის მათ შორის მათე, რომელმაც მე-9 ადგილზე დაასრულა და თან როგორ დაასრულა, მოდი ეს ვთქვათ, რამდენი პრობლემა იყო, ხო, ჯერ რამდენი ხანი იყო უსაფრთხოების მანქანა, იქ მე-13-ზე იყო სტარტის შემდეგ, ფაქტიურად ბოლო ადგილზე იმ პილოტებს შორის, ვისაც განსხვავებული სტრატეგია ჰქონდა, უკვე მე-14-დან მოდიოდა სხვანაირი სტრატეგიის პილოტები. იქ ალბათ შეიძლებოდა ცოტა მეტად უკეთესად გამოსვლა სტრატეგიულად, მაგალითად ეს მათეს ბრალი, რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის, იქ შეიძლებოდა გუნდს უფრო სწრაფად ემოქმედა, თუმცა საბოლოო ჯამში რა მოხდა, ხო? ანუ ეს რო არ მომხდარიყო, შეიძლება ესეთი წინვალე ვერ ყოფილიყო მათეს გამოსვლა. რაღაც მომენტი ფაქტიურად დაკარგული მეგონა ეს რბოლა, თან მით უმეტეს ბრძოლაში, როდესაც გაუწყდა ფრთა და მოძრაობდა გატეხილი ფრთით, შევიდა ბოქსებში, ძალიან ცოტა დრო იყო დამთავრებამდე, ხო? გამოვიდა და უსაფრთხოების მანქანა რო გავიდა ტრასიდან 2 წუთზე ოდნავ მეტი იყო, რამოდენიმე წამი და 26 ადგილზე იყო მათე და არ ჩანდა იქ ცხრილში. გააკეთა, ანუ
არ ვიცი, ადგა და 17 ბოლიც გაასრო 2 წუთში, ანუ მე-9 ადგილზე გახვიდე 26-დან 2 წუთში, ეს რაღაცა, ანუ არანორმალური შედეგია. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წვიმა იყო ტრასაზე, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. არა, ზოგადად ვამბობ იმ მხრივ, რომ სტრატეგიულად ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა, რაზეც ჩვენ ვისაუბრე, მაგრამ ამავდროულად ძალიან რთული იყო ამის გაკეთება. თან ჩვენ გვახსოვს ხომ ათე რამდენად კარგია გარდამავალ პირობებში, თუნდაც კარტინგის პერიოდიდან, სადაც ის შესანიშნავი რბოლა აქვს მოგებული აირტონ სენას ჩაფხუტით. და მართლაც რაღაცნაირად ის ფთის გატეხვაც თითქოს ჩვენსკენ იყო მომართული იმ მხრივ, რომ ეს ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ მოგვიწია ბოქსებში შესვლა და ამის შემდგომ უკვე მოგვიწია იმ პოზიციების მოგროვება, ასე ვთქვათ, და საჩვენოდ გადმოტანა, რამაც საბოლოო ჯამში ქულები მოგვიტანა და მოგვიტანა ასევე ის პოდიუმი, რაზეც წეგან ვისაუბრეთ. მოკლედ, არ ვიცი, ვერც კი ვინატრებდით, მე მგონი ასეთ უქმეებს. 2 წუთით ადრე მით უმეტეს. კი. საერთოდ ვეღარაფერზე ბოლო მომენტში გადაწყდა ეს ჩვენი წარმატებული ქულების ამბავი. ეგ კი არა, 1/1000-ი დააკლდა იქ ფაქტიურად ერთად გადაიარეს ფინიშის ხაზზე 1/1000-ი დააკლდა, თორემ მერვეზე გავიდოდა საერთოდ მათერას. ხო, საბოლოო ჯამში თავისუფლად შეგვიძლია რომ აქტივში ჩაუწეროთ მათ ეს უქმეები და ისევ და ისევ მომავლის იმედით, ხო, რომელიც არის უკვე სნეტერტონზე, რომელიც არის ლეგენდარული ტრასა, სადაც აირტონ სენამ აიდგა თავისი ფეხი, ასე ვთქვათ, ავტოსპორტში და მათესაც თავისი ერთ-ერთი პირველი ტესტები სწორედ სუელ სნეტერტონზე ჰქონდა. ხო, სნეტერტონი ნორვიჩია განლაგებული ეს ტრასა 2015 წელს ჩატარდა პირველად რბოლა აქ და სხვა შორის ოსკარ პიასტრისა აქვს მოგებული ბრიტანულ ფორმულა 2-ში. მეცაც გეტყვი, ამ კონფიგურაციის ტრასაზე ფელიპე ნასრს აქვს რეკორდი. ფელიპე ნასრი, ესე ბრაზილიელი 2010-იანების წესის ფორმულას პილოტი. ქულები ვთქვათ, ხო? მათი 23 ადგილზე არის ჩემპიონატში, 7 ქულა აქვს მას და ლიდერობს ლანგენდოკი, რომელიც საკმაოდ გაქცეულია და სხვა შორის საოცარი რბოლა ჩაატარა მანაც გუშინ განსაკუთრებით. მესამე რბოლა, მეორე ადგილი 62 ქულა ჯეფ ჰოლს და მესამე ადგილი 44 ქულა ჰარფილდს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სამეული მიწვენადია. ანუ ეხლა ჩემპიონობაზე შეიძლება რთული იყოს საუბარი თან პირველივე სეზონში. თუმცა რატომაც არა ხო სამეული რატომაც არ არის შესაძლებელი ერთი კარგად გაგვიმართოს რომელიმე რბოლაში როგორც თუნდაც ამ პილოტებს უმართლებთ ხო ეს არ არის რომ რომელიღაცა დადგეს და ყველა რბოლა მოიგოს ზედიზედ ხო გამორიცხული არის ამ სერიებში და ერთი კარგი გამართლება გვინდა და რატომაც არა ტოპ 3-ისთვის ვიბრძოლეთ. ხო, რეალურად ტოპ 3 ალბათ ყველაზე ისეთი მიზანია, მაგრამ რატომაც არა ხო ვიყოთ მაქსიმალისტები, მაინც სეზონი არც თუ ისე მოკლეა, ხო, ძალიან ბევრი რბოლა დარჩენილი. არავინ იცის რა მოხდება, არავინ იცის მათე კიდევ როგორ ჩაჯდება ფორმულა 4-ის რიტმში, როგორ მოერგება ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში არ ვიცით, შეიძლება ძალიან მაგარი შედეგები დავამთავროთ ეს ჩემპიონატი, რაც პროგრესირებს. კი, რაც იქნება მთავარი ტრამპლინი ალბათ მათეს კარიერაში და იქნება ის, სადაც შეგვამჩნევენ, სადაც დაგვინახავენ და სადაც დაინახავენ თუ რა უნარები აქვს კალბახიძეს. ხო, მათე ისიც ვთქვათ, რომ რუკის კატეგორიაში მე-4 ადგილზე არის, ეს უკვე ძალიან მაგარი შედეგი არის, 67 ქულა აქვს და მესამე ადგილთან 6 ქულა აშორებს, ანუ უკვე თავის კატეგორიაში, ასე ვთქვათ, დამწყებების, ვინც დებიუტანტები არიან, 4-ელშია და რატომაც არა, აქაც საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. აქ უკვე პირველი ადგილის შანსიც გვაქვს. თუმცა აქ თუ პირველზე ვიბრძოლეთ, უკვე შეიძლება აბსოლუტშიც პირველისთვის ვიბრძოლოთ. რადგან აი ზუსტად მათეს უნარების იმედზე ვართ, რომ ეს პროგრესი კიდევ უფრო გაგრძელდება, უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება. წინ ალბათ ეს ორი ეტაპი იყო გარდამტეხი იმისთვის, რომ გაეცნო იქაურობა, გაეცნო ზოგადად ეს დისციპლინა და მათემ ეს ყველაფერი ძალიან კარგად მოახერხა, ისევ და ისევ გავიმეორებ და არ მომბეზდება ამის გამეორება, არ არის მარტივი 6 რბოლა უბრალოდ დაასრულა. კი ბატონო. ამიტომ 23-24 მაისი დაველოდოთ ნორვიჩში რბოლას და ვნახოთ რა იქნება უკვე შემდეგ ეტაპზე.